რასაც ახლა გეტყვით, ეს საიდუმლო არ არის. თუმცა ჩვენი სიცოცხლისთვის აუცილებელია რომ გადავრჩეთ. ჩვენ მსოფლიოს მკვიდრნი 2 ბილიონ ტონა ნაგავს ტოვებთ დედამიწაზე ყოველწლიურად. ეს რაოდენობა იზრდება პოპულარიზაციის მატებასთან ერთად. ადვილი წარმოსადგენია და დიდი კვლევა არ დაჭირდება თუ სად მიდის ეს ნაგავი. მოკლედ რო ვთქვათ, ეს ნაგავი ბუნებაში ბრუნდება. დამეთანხმებით, ჩვენ ქართველებსაც გვაქვს ეს პრობლემა, რადგან ამ პლანეტაზე ვცხოვრობთ. ამ შემთხვევაში გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას საკვების ნარჩენებზე, რომლებიც მრავლად იყრება ჩვენი ოჯახებიდან. ეს იქნება ბოსტნეულის ნარჩენი, ზედმეტი საკვები. მე შევეცდები მოკლედ აგიხსნათ და დაგაფიქროთ. თუ სად მიდის და რა ემართება ჩვენს მიერ გადაყრილ ნაგავს. ჩვენს მიერ გადაყრილი ნაგავი ხვდება ქუჩის ურნებში. შემდეგ დასუფთავების სამსახური მოდის და მიაქვს ეს ნარჩენები სპეციალურად განკუთვნილ ტერიტორიაზე, სადაც დანარჩენ მყარ თუ არა მყარ ნარჩენებთან ერთად იმართება. დროთა განმავლობაში ნარჩენები იღრწნება, გამოყოფს მავნე გაზებს და აბინძურებს გარემოს, რომელიც უდაოდ საზიანოა ჩვენთვის და შემდეგ ბუნებისთვის. მე გთავაზობთ გამოსავალს, მოგცემთ შანსს, რომ თქვენი წვლილიც შეიტანოთ ამ კეთილ საქმეში. თუ თქვენ შეიძენთ ჩვენს პროდუქტს, რომელსაც პირდაპირ სახლთან მოგართმევენ, თქვენ შეგიძლიათ თქვენს მიერ წინასწარ შეგროვებული საკვების ნარჩენი გადასცეთ ჩვენს კურიერს. ჩვენი კურიერი ჩვენს ფერმაში მოიტანს თქვენს მიერ შეგროვილ საკვების ნარჩენებს და ჩვენ ამ ნარჩენებს მიზნობრივად გამოვიყენებთ. მე უკვე თანამშრომლობ რამოდენიმე სასტუმროსთან, სადაც ეს კარგი ადამიანები აგროვებენ ჩვენი პროექტისთვის საკვების ნარჩენებს. შემდეგ ჩვენ მივდივართ, მოგვაქვს და ამ ნარჩენებს ვიყენებთ ჩვენს კომპოსტის წარმოებაში, სადაც ძალიან გემრიელად მიირთმევენ ჩვენი ვარიები. თუ თქვენც დათანხმდებით ამას და გადაწყვეტ ჩვენთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას, თქვენ მიიღებთ ფასდაკლებას ჩვენს პროდუქტზე. დეტალებისთვის მომწეროთ პირადში ან დარეკოთ ქვემოთ მითითებულ ნომერზე. თუ გული შეგტკივა შენი შვილების მომავალზე, გაუზიარე შენს მეგობარს ეს ვიდეო, რათა ბევრმა ადამიანმა ნახოს და ერთად ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე ჩვენი შვილებისთვის.